თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მელქაძემ მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დახურვა პროკურატურამ მოითხოვა. მიზეზად კი საქმეში მოწმეთა შორის მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა დაასახელა. ახალაიას თქმით კი საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ, ამიტომ სხდომა არ უნდა დახურულიყო. ბრალდებულის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. ახალაიას ბრალდებას მუქარასთან დაკავშირებით მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხა. ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახატყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. დღეს ასევე სასამართლოში იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ახალაიას მეუღლეს ანინა დარეიშვილს სასამართლოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. მოსამართლის განმარტებით ჯერ არ არის გადაწყვეტილი მას ამ საქმეში ბრალდებული სტატუსი აქვს თუ მოწმის. ცნობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახეთ და ზომა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბაჩანა ახალაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში, რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა მიზეზით მოხდა სხდომის დახურვა. ბრალდების მხარე მიშუალმდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის საქმის მასალები მათ შორის გახლავთ საიდუმლო. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად დადასტურებული არის წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით. საქმეში არანაირი პერსონალური ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა, ანუ თეორიულად პოლიციის თანამშრომელი, საჯარო სამსახურის თანამშრომელი, ისედაც ყველა საქმეში მათი პერსონალი მონაცემები ცნობილია, ამ საფუძვლით შეიძლება ადგედა ყველა საქმე დახურო. არანაირი მტკიცებულება არ არის, შეგიძლიათ პროკურორს წითოთ, მხოლოდ არის ინტერნეტ აპლიკაციის კომუნიკაცია, ისიც მხოლოდ Wi-Fi-ზე. ისიც კი არა აქვს დადგენილი, რომ ამ Wi-Fi-ზე რა მოწყობილობით იყო დაკავშირებული, იყო თუ არა ახალაია ბაჩო დაკავშირებული, ან სხვა პირი. ანუ ესეც კი არა აქვს დადგენილი. ქონდა კომუნიკაცია, მაგრამ არ ახსოვს 4 ოქტომბერს ქონა, 3 ოქტომბერს, 9 ოქტომბერს სისტემატურად ქონა კომუნიკაცია. იმიტომ არის ოჯახის ახლობელი, ოჯახის ნათლია.